მოგესალმებით მეგობრებო, კლავაც მოხარული ვარ, რომ ეძლევა საშუალება, რომ შემოვიდე ისევ თქვენთან არხზე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა დღეს გესაუბროთ. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ, რა თქმა უნდა, თემატიკას ოჯახზე, თუმცა ერთი საინტერესო ასპექტი მინდა რომ განვიხილოთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს 80-90% მრწამსით ქრისტიანები ვართ, ხო? ამიტომ აუდიტორიის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ქრისტიანი ადამიანი და თეოლოგიური საკითხები გაინტერესებთ მეტნაკლებად. და მინდა დღეს ვისაუბროთ ასეთ საკითხზე. სპირიტიზმი რა როლს ასრულებს დღეს ჩვენ თანამედროვე ცხოვრებაში. სპირიტიზმი ალბათ ყველამ ვიცით რა ტერმინიც არის. ეს ერთი სიტყვა შემოიფარგლება და ძალიან მრავალ სფეროს მოიცავს, როგორიც არის ჯადოქრობა, ვთქვათ, ტაროს კარტი, ჰოროსკოპი, კითხაობა, ვთქვათ, კარტზე, ყავაზე და ასე შემდეგ. რა როლი უკავია დღეს განსაკუთრებით ქართულ ოჯახებს თუ ავიღებთ. მთელი ინტერნეტი არის გადაჭედილი ამ სერვისით, რომ ვთქვათ, რაღაცას გიმკითხავებენ, ან ეზოთერიკოსები მონაწილეობენ აი ამ ვიდეო ჩანაწერებში, როგორ გააუმჯობესებენ თქვენ ცხოვრებას რაღაც ჯადოსნური ქვებით, რაღაც გირლიანდებით, რაღაც მძივებით, ენერგიებით და ასე შემდეგ. რატო ვეხები ამ საკითხს და რა შუაში არის ოჯახი? ხშირად, როდესაც ოჯახში რაღაც პრობლემებია, რაღაც კონფლიქტებია, უთანხმოებებია, ამ ფონზე თუ ჩვენ ვაწყდებით შემდეგ ინტერნეტში ასეთი სახის ინფორმაციას, გვებადება მერე რაღაც ესეთი სურვილი, რომ ეს სერვისი გამოვიყენოთ, აბა რას მეტყვიან, ვთქვათ, რა მელოდება, ან ქმართან როგორი ურთიერთობა მექნება, ან ვართ თუ არა, ვთქვათ, ღირს თანაცხოვრების გაგრძელება, თუ ეს ჩემი ადამიანი არ არის, ანუ კარტის მეშვეობით, ვთქვათ, მკითხაობის მეშვეობით, ან ჰოროსკოპიული ნიშნები ემთხვევა თუ არა, შეიძლება მანამ არ ფიქრობდი და ახლა მოგივიდა ესეთი აზრი, რომ ნახე თურმე მე ყოფილ ვარ თხის რქა, ის არის, ვთქვათ, ქალწული ან თევზები და აი თურმე მიზეზი რატომ არის ეს პრობლემები ჩვენ ოჯახში. მოდი დავიწყოთ იქიდან ძვირფასებო, შეიძლება ცოტა ვიღიმი კიდევაც ამ საკითხებზე, მაგრამ სინამდვილეში სერიოზული თემა არის იმ გაგებით, რომ ქრისტიანების ცხოვრებაში ეს საკითხი არის ძალიან გასაშუქებელი და ყურადსაღები. მაგალითად, ძველ წიგნში, თეოლოგიურ წიგნში, ძველ წერილებში, სანამ ქრისტიანობა, სანამ იესო ქრისტე დაიბადებოდა დედამიწაზე და იყო მოსეს რჯული, ქრისტემდე რაც იყო წერილები, იქ ღმერთი ასეთ კანონს უდევდა, რომ არ აქონდეთო ურთიერთობაო, არც მკითხავებთანო, არც მჩხიბავებთან, სულების გამომძახველებთან. და ჩამონათვალია რა ეს სპირიტული სფერო რაც არის, ეს მკითხაობა, ჯადოქრობა, ეს რაღაც წარმოდგენები, ვარსკვლავებზე არის კიდე იქ მოხსენიებული, ეს ვარსკვლავთ აღმრიც ხველები, ანუ დღეს თანამედროვე ჰოროსკოპით ვინც არის დაკავებული. ანუ ღმერთი მოუწოდებდა მაშინ ძველად თავის ერს, ისრაელიერი იყო არჩეული, როგორც განსაკუთრებული, სადაც უნდა მესია მოსულიყო. თორე რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი
ღვთისშვილი იყო იმ პერიოდში დედამიწაზე, მაგრამ ის იყო რჩეულიერი, სადაც უნდა ცხებული მესია იესო ქრისტე მოსულიყო და დაბადებულიყო. როგორც შესრულდა კიდევაც ეს წინასწარმეტყველება. რატო ეუბნებოდა ამას? თქვენგან ვდევნი ასეთ ხალხსო. ანუ გაცილებთ ყველანაირად. და როდესაც ისტორიის მანძილზე ისრაელერს ატარებდა სხვადასხვა ტერიტორიებზე გადადიოდნენ, სანამ აღთქმულ მიწამდე არ მივიდოდნენ, სადაც ახლაც არიან დასახლებულები. მანამ არიდებდა სულ და უკძალავდა, ვთქვათ, ქორწინებას უცხო ტომელებთან, ანუ ვინც ებრაელი არ იყო. რატო იცავდა ამ უცხო ტომელებისგან, რომ მათი ადაწესები, მათი ეს მკითხაობა, ჯადოქრობა, სულთგამომძახველობა, ვარსკვლავთ აღვრიცხველობა, ეს ყველაფერი რომ ერთში არ შემოსულიყო. თქვენგან ვდევნი ასეთ ხალხსო. ამიტომ ძვირფასებო, თუ ვართ დღეს ჩვენ ქრისტიანები, თუ გვჯერავს ღმერთის, თუ გვჯერავს მისი წერილის, მისი სწავლებების, თუ გვჯერავს ქრისტესი, ვინც დაგვიტოვა მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა ვბაძავდეთ ჩვენ მის ნიმუშს, მან თვითონ თქვა, ხო? უარყავით საკუთარი თავი, აიღეთ ჯვარი და გამომყევით. ანუ მაგალითი იყო, წინამძღოლი იყო იესო ქრისტე ამ შემთხვევაში ქრისტიანებისთვის და ჩვენ უნდა მოვერიდოთ ასეთი სახის ინფორმაციას და მით უმეტეს მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ ამ სფეროებში. ეს არაქრისტიანული არის. ეს არ არის, რო იტყვიან, ღვთისგან არ მოდის ეს ინფორმაცია. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ღმერთის საწინააღმდეგო ძალისგან მოდის ეს ყველაფერი და ძველ წერილებში და ძველ ისტორიულ წყაროებში არაერთი ინფორმაცია არის, სადაც ეს მოჩვენებები თუ მოლანდებები თუ ეს სულთა გამოძახვა ხდებოდა არა ღვთის ადამიანებისგან, არამედ მის მოწინააღმდეგე ფაქტიურად ღვთის კანონების დამრღვევ ადამიანები იყენებდნენ ასეთ მეთოდებს. მოდი, რაც შეეხება კიდე დავაკონკრეტებ მაგალითად ასტროლოგია. რატომ არის ქრისტიანებისთვის მიუღებელი? ჩვენ ვიცით, როდესაც იესო დაიბადა, მასთან მოვიდნენ აღმოსავლეთიდან სამი მოგვი, ხო? მოუტანეს საჩუქრები, სმირნა, მური, ესეთი რაღაც მაშინდელი პერიოდისთვის ძვირადღირებული ნივთები საჩუქრად და იესოს ადიპოვეს. ბაგაში მწოლიარე იყო, ხო, სადაც მარიამმა იმშობიარა და შეეძინა ეს ჩვილი იესო. მაგრამ ეს ისტორია რა შუაში ასტროლოგიასთან. აი გეტყვით ძვირფასებო, იმ შუაშია, რომ საიდან იპოვეს მათ იესო? როგორ მიაგნეს, სად იყო იესო? როგორ და ისინი მისდევდნენ ვარსკვლავს, რომელიც გზას უკალავდა იესოსკენ. მაგრამ კარგი იყო ეს ნიშანი, ვთქვათ, ვარსკვლავები რო ეხმარებოდათ, რო იესო ეპოვათ. ნახეთ, წმინდა წერილებში წერია, რომ ეს ვარსკვლავი ფაქტიურად რო გავაანალიზოთ, ეს ასტროლოგიური ნიშანი არ იყო კარგის მომტანი. იმიტომ რომ იმ პერიოდში იყო ერთი მეფე ჰეროდე ისრაელში, ვისაც უნდოდა, რომ ეს ჩვილი იესოს დაბადების ადგილი გაეგო და მოეკლა იესო. ალბათ გახსოვთ ხო ეს ისტორია, რადგან მას უთხრეს, რომ ისრაელში დაიბადაო მომავალი მეფეო და მან ეს ჩათვალა როგორც კონკურენცია, ვინ მეფე მევარო და რო გაიგო ესეთი ხალხში დაიწყო ესეთი ლაპარაკი, რომ უკვე ელოდებოდნენ მესიას ცხებულს და მეფე უნდა მოსულიყო, მან გადაწყვიტა, რომ მოეკლა ჩვილი იესო და შემდეგ ვიცით ისტორია, რომ მარიამი და იოსები გაიქცნენ ეგვიპტეში და წაიყვანეს ღრმა იესო. ალბათ ეგ ისტორიაც გეცოდინებათ. რატომ წაიყვანეს?
იმიტომ რომ მისი მოკლა უნდათ. და ამ მოგვებს მეფე ჰეროდე უთხრა, რომ ნახავთო და რო იპოვითო, გამაგებინეთო, რომ მეც მინდაო დიდება მივაგო და პატივი ვქცეო. ღრმა ბავშვსო, ის ვინც იქნება მომავალი ისრაელის მეფეო. და ფაქტიურად ეს ვარსკვლავი მიდიოდა და ნიშანს აძლევდა საიდანაც წასულიყვნენ ეს მოგვები. და საბოლოოდ ანგელოზმა გააფრთხილა იოსები და მარიამი და ისინი გაიქცნენ. მაგრამ რადგან გაიქცნენ და ვეღარ გაიგო მეფე ჰეროდემ თუ ვინ იყო, რომელი ბავშვი იყო, რომელი უნდა მოეკლა, ისრაელში 2 წლამდე ყველა ბავშვი ამოწყვიტა. ეს არის წმინდა წერილებში მოხსენიებული სამწუხარო ისტორია. ყველა ბიჭი 2 წლამდე ბავშვი სულ ყველანი ამოხოცა. სწორედ ეს ვარსკვლავი იყო გზამკვლევი იმ მოგვებისთვის, რომ ეპოვათ იესო. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშანი ღვთისგან იყო თუ ბოროტისგან იყო? ვის ინტერესებში იყო იესოს მოძებნა იმ მომენტში? ჩვილი იესოს ჯერ არანაირი ძალა ჰქონდა, არანაირი ძალა უფლება არ ჰქონდა, ხო? 30 წლის ასაკში მოინათლა და 30 წლით ადრე რა საჭირო იყო ვიღაცას გაეგო, როცა იყო უსუსური ჯერ და სუსტი. რა თქმა უნდა, ეს ღვთის მოწინააღმდეგე სურვილი იყო და ეს ვარსკვლავი ზუსტად მის მიერ დადგენილი ნიშანი იყო, რომ ეპოვათ და მოეკლათ იესო ქრისტე, რომ მას ეს უდიდესი როლი არ შეესრულებინა ადამიანების გადასარჩენად. ასე რომ ძვირფასებო, არაურაზროვნად წერია ძველ წერილებში, წმინდა წერილებში, რომ ასტროლოგია, გინდაც იესოს აი ამ მაგალითიდან, კითხაობა, ეს ტაროს კარტი, თანამედროვეს სახე, ეს ასტროლოგია და სხვადასხვა ეს 1000 რაღაც სტილის რაღაცა გამოჩნდა. ეს ყველაფერი არაქრისტიანულია და არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მეშვეობით ოჯახში რაღაცა მოვაგვაროთ და უფრო გავაბედნიეროთ ჩვენი ოჯახური ცხოვრება. ეს კიდევ უფრო მაგარ წინაღობებს გვიქმნის ოჯახში, თუ ჩავთვლით, რომ ქმართან იმიტომ არ მაქვს კარგი ურთიერთობა, რომ ჰოროსკოპის ნიშნებით ვერ ვემთხვევით, თუ ჩავთვლით, რომ ტაროს კარტი გამიშალეს და თურმე ასე იქნება და ამ შთაგონების ქვეშ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ოჯახს ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებთ, თუ მივენდობით ასეთ სპირიტულ მოქმედებებს. ასე რომ ძვირფასებო, თქვენ, რა თქმა უნდა, რჩევას ვერავის ვერ მივცემ. მნიშვნელოვანია მე ინფორმაცია მოგაწოდოთ და თქვენ თვითონ აწონდაწონოთ რა არის სწორი, რა არასწორი. მე მომყავს ფაქტები და როგორც მე ვფიქრობ აი ამ ფაქტების მიხედვით და ვაანალიზებ და გადაწყვეტილებებს ვიღებ, თქვენც ბუნებრივია შეგწევთ ამის ძალა. ყველა ადამიანს შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, დაფიქრდეს თავის გზაზე, რა უშლის ხელს და რა უწყობს პირიქით, რომ უფრო ბედნიერი იყოს. ასე რომ თქვენთვის მომინდი ამაზე პასუხი, როგორ მოიქცევით აი ამ სფეროებთან მიმართებაში. ფაქტი ერთია, წმინდა წერილი გრძალავს, ზღუდავს და ფაქტიურად ძველ ისტორიებში ხლა დიდი დრო რო არ წაგართვათ, ისჯებოდნენ კიდევაც ასეთი ადამიანები, ვინც აი ამ კანონს არღვევდა. კარგი მიზნითაც კი. კარგით, 1-2 წუთით მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად, ტაძარში მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, რომ შესულიყო, ქონდა სპეციალური საცეცხლური, ესეთი პატარა ნიჩაბი რკინის, სადაც ნაკვერჩხალი ეყარა და ამ ნაკვერჩხალზე შემდეგ ყრიდა სურნელოვან ნელსაცხებელს, რომ ტაძარში ყოფილიყო ეს სურნელოვანი ის არომატები, რო იტყვიან აი ღვთის წმინდათა წმინდაში.
და იყვნენ ესეთი ორი ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ჩვენ რატო არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთო, ჩვენც ხო კარგი გვინდა ღმერთის წინაშე გავაკეთოთო და შეიტანეს ეს საცეცხლურები, მათ არ აქონდათ ამისი უფლება და ფაქტიურად ამ კარგი მიზნისთვის, თითქოს კარგი მიზნისთვის და რაღაც უნდათ კარგი გაეკეთებინათ, ფაქტიურად ღმერთისგან, რო იტყვიან, დაიღუპა ორივე ადგილზე. ეს რაზე მეტყველებს? შეიძლება პირდაპირ სპირიტიზმთან არ არის კავშირში, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება სწორად გვეჩვენებოდეს და ერთ-ერთი ისიც კი არის იგავი ძველ აღთქმაში, რომ არის გზა, რომელიც კაცს სწორი გონია და მისი ბოლოა დაღუპვა. ასე რომ გადავამოწმოთ ქრისტიანებისთვის რა არის სწორი, რა არის მისაღები, რათა არ შეურიოთ ჩვენი წარმოდგენები და აი სპირიტიზმით არ წაობილწოთ, რო იტყვიან ჩვენი სუფთა ქრისტიანული მორალი. რომ იყოს ოჯახი წმინდა და უფრო ბედნიერი. დროებით გეშვიდობებით, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი, გამომწერები რომ გავხდეთ 1000, ასე რომ ველოდებით თქვენ კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით და დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.